მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. უკვე 2026 წელს. გილოცავთ შობა ახალ წელს და გისურვებთ ბევრ წარმატებას, ბედნიერებას და დღეგრძელობას. ხოლო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მრავალმხრივ ხელოვანი ელენე ბოლქვაძე, რომელმაც წელს მიიღო ჯილდო, ქალაქის ჯილდო, ხელოვანი ბათუმისთვის. გამარჯობა ელენე, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმე დრო და გილოცავ ახალ წელს. შენც გილოცავ. ჩვენ დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და თან მოვამზადებთ ღვეიზელს, რადგან სულ რაღაც 3 დღეში არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული და მე და ელენე ერთად მოვამზადებთ გურულ საშობაო ღვეიზელს. სწორედ ამიტომ მოვედით food hall-ში. წამოყევით. ჩვენ უკვე მოვედით ყოველთვის საყვარელ და ცნობილ შეფზარეულ გია აგირბას რესტორანში food hall-ში. შეფზარეულ გია აგირბას ყველა ვიცნობთ როგორც ავტორს ცომგამოცვლილი აჭარული ხაჭაპურის და სწორედ მას შემდეგ დაიწყო და დავიწყეთ ყველა ცომგამოცვლილი აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა და ეს ხაჭაპური განსაკუთრებით მათთვის არის მისწრება, ვისაც ძალიან უყვარს ხაჭაპური, მაგრამ ჩემსავით დიდად არ უყვარს ცომი. და ფიქრობ რომ დღეს გველოდება ძალიან საინტერესო გადაცემა. ელენე დღეს რას მოვამზადებთ თქვათ? დღეისთვის მოვამზადებთ საშობაო გურულ ღვეიზელს და დავუძახებთ შეფზარეულ გია აგირბას. შეფ თუ შეიძლება? გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ ხართ? გილოცავთ? გილოცავთ მეც ახალ წელს 21 და სულ ლამაზი მიყავთ ყოველთვის. ბრავო. კომბოხოდით. აბა გისმენთ გენაცვალეთ. დიდი გემსახურებთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და დღეს მოვამზადებთ, როგორც ვიცით, საშობაო გურულ ღვეიზელს და რა თქმა უნდა თქვენი დახმარების გარეშე ამას რა თქმა უნდა ვერ გავართმევთ თავს და თან პარალელურად ელენეს დავუსვამ კითხვებს ბოლოდროინდელ მიღწევებთან დაკავშირებით და რაღაცა ყველაფერი იქნება ამ გადაცემაში ერთად. ძალიან სასიამოვნო. ანუ ჩვენ ხამ სჭირდება ამისათვის კვერცხი რა თქმა უნდა პირველ რიგში ცომი გვაქვს, ყველი გვაქვს, ქვილი გვაქვს, გოგონები გწყავს და აბა შევდგეთ საქმე. დავიწყოთ. კარგი. ჩვენ რა თქმა უნდა ქვილი, ყველა მხრში დავისვამთ ხელები, დაისვამთ ხელები. ცომთან მუშაობის გამოცდილება უკვე მაქვს წინა გადაცემიდან. ეხლა მომესწრეთ ყოველდღიურად. აჭარული ხაჭაპურის ცომის ხონერად კეთდება და გურული ცომის ხონერია სხვა გამიგე, იმიტომ რომ უნდა იყოს როგორ იცი, აი თუ აცხობთ სახში, დაუშვათ სახში უნდა იყოს, ცომი უნდა იყოს, ძეზე მოძელილი ან ცხიმიანი ხო ხდება, ისეთია, ფაფუკი ცომი უნდა იყოს. ანუ მეუბნე ხაჭაპურის ცომი უნდა იყოს და თუ ასეთ ღუმელში ცხება, ამ შემთხვევაში ეს ცომი უნდა იყოს რა. ეს არის ჩვეულებრივი ცომი, პურის ცომი. აი შოთის პურის ცომის არის ცომი. ეხლა ვიწყებთ რა ჩვენ, აი ესეთი მოძრაობით ეს ვამზადებთ, მოდნაზე. დაგამე. გავუშვათ. ეს ელენეს დავუსვამ კითხვებს. მიმავლობაში კოთხს დავჭრი, კარგით? კარგი, ჩვენც მოგეხმარებით ყველაფერში. ელენე გითხარი ჩვენ შენ დაჯილდოვდი ხელოვანი ბათუმისთვის ასეთი ჯილდო და აი გითხარი ამ ჯილდოს მნიშვნელობაზე შენთვის. რა მნიშვნელობა აქვს და რა როლი აქვს შენთვის ამ ჯილდოს? ჩემთვის ეს ჯილდო არის ქალაქისგან ძალიან დიდი აღიარება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემს ქალაქს და ბათუმის მერიას, ეს მაძლევს იმის мотиваციას და უფრო მეტ პასუხისმგებლობას, უფრო გულით ვაკეთო ის, რაც მიყვარს და რასაც ვაკეთებ. აი იმ მომენტზე გითხარი, როდესაც დაგაჯილდოეს ამ ჯილდოთი, შენ ემოციებზე მოგვიყევი, რა ემოციები დაგეუფლა დაჯილდოების მომენტში? განცვიფრებული ვიყავი, საერთოდ არ ველოდი. ძალიან ძლიერი ემოციები წამოიღო. ეს იყო სიხარულისა და მადლიერების ნაზავი. ეხლა უყურეთ გოგოებო, ცომი გვაქვს უკვე მზად ჩვენ, აი ყველა თავადი უნდა გაიხეთოს აი ცომის გავთვლით, თქვენი მოყარე რომ დაგეკავს. ანუ თქვენი თავ დაიმუშაო ხშირად, ხთი? ო, დაეკავს არაფერი. ცოტა გაწელე. აი ესეთი ფორმი უნდა მიცე რა, გძელი, ცოტა ფართო. შენ ყოჩა, შენ უკვე დასპეციალური ხო ხედავ, აი ნახე.
პროფესიონალი, ვიტყვიან, ხო? წინა გადაცემის დამსახურება. იბატონო. Так, ესე იგი ეხლა ვიღებთ რა ჩვენ ყველს, აი ყურე, ესე ავიღებთ ყველს, ხო? ასე ნახე. ახლობით ესე 300 გრამი და ესე დავდოთ ყველს სიძეში. და შევავსოთ. ასე? კი, ხო, ეს სიძეში დავდოთ. ეს იგივე. ესე? კი. დავდოთ. უნდა შემდეგ ვიღებთ კვერცხს, აიყურე. ესეთ ნაჭები დააწყოთ და სიძეში, ეს ზოგთავი დაალაგეთ, შედის ორი დაალაგეთ. სხვათა შორის ძალიან მომწონს გაკეთება. საკმაოდ ძალიან კარგი. კერძების. ბედნიერი იქნება შენი მეუღლე. ეხლა უყურეთ, ეს თავები ნახე, ესე დავიწყოთ და მოვუყარეთ თავები, ესე უყურეთ. გული ბაზარი ნუ თავისებური ქართოს, ხო? ხო, და ესე უნდა შევკრათ. ხო? გადავატოვოთ გვერდლოთ ესე. დავაპათხები ესე, ხო? ეს მოვკრათ. Ты, აი მოატრიალშენს, все. ეს თქვი მოაყარებლობა. ესე გადავატრიალოთ და ეხლა ეს ხონდა შევკრა ეს ბოლო კუთხე, ხონდა შევკრა თუ არა. არა? ხომ თავისებურად უნდა მიიღოს. все. მაშინ აი ეს. все. და კიდე გადაათვალიერეთ, რომ ის არ იყოს გახსნილი. ნახე, იმიტომ რომ ნაშაკა კარგად, დუღილის ზოს ყველი არ გამოვიდეს, მეტი? ხო. ეს. ელენე, ძალიან კარგად ვიცით, რომ შენ თან ცეკვავ, თან მღერი, თან წერ და აი გვითხარი როდის დაიწყე აი ეს შემოქმედებითი გზა? რამდენი წლის იყავი, რომ პირველი რა იყო შენი ეს მიმართულება? პირველი ცეკვა იყო, სიმღერა, წერა? ამაზე მოგვიყევი. აი რეპეტიტორი ნუ შიში საკმაოდ ზოგ გააკეთებ ხო იცი უნდა იყო გამედული ყოველთვის ყველაფერში ვიზი და გამედული ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ყველაფერი დაიწყო ცეკვით ვიყავი 3 წლის როდესაც ცეკვა დავიწყე შემდეგ ზღვიშვილებში დავიწყე სერული 6 თუ 5 წლიდან და ასე როგორ თქვა ესე მოვდივარ უკვე 5-4 წლიდან. ბავშვებო, ეხლა გვინდა რა ჩვენ უყურეთ? ეს არის კვერცხი, არაჟანი, ჩვენ ფდაღებით ვაკეთებთ. აჰა. თუ გემრიელი იყოს და მოусვათ ზემოთ, აი მოусვი. და გაიგოს ლამანზე შებიწყინებული. დაუსვითებში. კაგავიქია. შეპიწყინდეს და ოქროს ფერი მიიღოს და όταν წავუსვი კარგად. ხო? ვიქნები შეხედა. ოჩა, ეხლა შენ. წავუსვი? ვაი, დავასხი. იყო, წავუსვი, არა უშავს. წავუსვი კარგად? ოჩა. სეკუნდში. ხო, გამაზე კარგად და ვსე. მე მგონი ბევრია ხო თუ არა? კარგია, ასე დაცავა. ძალიან კარგი ხა შევა ღუმელში. ეს მოусვა, უცე. ხო, აი დაახლოებით რამდენი ხანი სჭირდება? 12-დან 15 წუთამდე. აჰა. გასი ტემპერატურას. ამასობაში მოვაწევთ. ტემპერატურა სახლისპირში უნდა იყოს 180 და 200 გრადუსამდე მაქსიმუმ. მეტი არ უნდა, იმიტომ უნდა გამოშეში ხო? ეხლა სამეთ დაწიეცხეთ. აი ნახე. ეხლა ჩვენ ესე ავიღებთ, ნახე, პირდაპირ გადავაცურებ ვიჩამზე და ესე შევიტანე. მოგიდე ხელი და გუნდში შევაგდოთ. აი მელა, ხილა. პირდაპირ გუნდში გუეშინია, შვაში, დადე და მელა შეიტან მაღლა.
თან შეუშ უგეშინია ადიქტია ფეჩი კაცო ვიდი ეგრეზე გააქანი და აი გადააცვლა გავაცა ბრავო ოჯახ აბა ახლა მივერებ ნახოთ ასიზამს მოდი აბა ელენე შენს იგივე აი ეს შევაწოდოთ აი ეს ბიჭები ლამაზად უგეშინია გამედლოთ რა აი გიოდეთ მიუძე შეუშ გადააცვლა შენს ოჩ ხაი ეგალ და გოლიციხი ხო ხედავა ოჩა მომშენო და ნახოთ აბა ვის უფრო ლამაზი იქნება ნახოთ ხო ბავშვებო რაც თავარია სისუფთავე ეს დაიმახსოვრეთ აი ყველა საქმის შემდეგ უნდა ავიღოთ იჩები და აი მოვასუფთავოთ ყველაფერი სუფთად რათა შემდეგი შეკვეთა უკვე გავაკეთოთ ძებ სუფთა მაგიდაზე და რა დამუშავოთ ხო ხტებით არა როცა ამას ხედავს მომხმარებელი სუფთად მუშაობთ გაცილებით მეტი მოვაობთ ხთი მე რო შევდივარ სადმე ჯერ უყურებ სამზარეულოს ახტება იქ ხო სისუფთავე თავარი მოჩა სარიმჩველი გურული ღვეძელები ცხება მანამდე გავაგრძელოთ მოდი ელენე შენს მიღწევებზე საუბარი ეხლა რჩევას მისცემდი იმ ახალგაზრდებს რომლებიც ახლა იწყებენ ამ შემოქმედებით გზას ყველაზე მთავარი საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაიჯეროთ როცა იტყვიან რომ რაღაც შეუძლებელია ყველაფერი შესაძლებელია შრომით და რწმენით აი ზუსტად მაშინ შეძლებთ ყველა დაბრკოლების გადატანებას რა სიახლეები გაქვს წიგნის ირგვლივ თუ გაქვს რაიმე სიახლე მიზანი ამაზე გითხარი სამომავლოდ რას ველოდოთ თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა როგორც იცით ჩემი წიგნი სხვადასხვა უცხოურ პლატფორმაზე იყიდება და დღეს ისეთი დროა რომ სასურველია ეს ყველაფერი თვალით იხილა ამიტომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გადავწყვიტეთ რომ ჩემი წიგნი ესე ფილმის სერიებად გადავაქციოთ. საოცარი იდეაა და ჯერა რომ ყველაფერი წარმატებულად გამოგივა, იმიტომ რომ საოცარი გოგო ხარ. ყველანაირად მჭიერი. წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდი. ჩვენი ღვეძელები მე მგონი უკვე გამოდის და ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვიდა. მე მგონი ვიცნობთ რომელიცაა. ოჩა ხა. ეხლა რა გვინდა? კარაკი. კარაკი. ეხლა რომელია ჩვენი? მიხტებით აბა? ჩემს ღვეძელს. თუ მიხტებით აბა? ხუჩა. რომელიცაა თუ მიხტებით აბა? ჩემი არის ეს. ოჩა. ეხლა ერბო წაუსვათ. ანუ კარაკი წაუსვით. ყველა თქვენ საუბარ ნახოთ აბა. თუ მიხტებით რომელია შენი? გონი ის არის ჩემი. რა, წაუსვით. ეს არის? ეს არის შენი. წაუსვით. ეს ჩემია დავტოვე, იმიტომ რომ განსხვავებული იყოს უფრო. მიხტებ. წაუსვით, კარგად. გაბატულა. ოჩა, გაბატულა არის ეს კაცო. შენი დროა. მოდი შენც მოусვი კარაქიება. კარგად. ეს. ოჩა. ბოლოში ფასდება ხო? და კარაქიებით ნახოთ აბა ეხლა შევაფასოთ ჩვენ. ახტება აბა აქ. ეხლა ნახოთ ვინ როგორი გააკეთა აბა. ხო ახლა თქო. სულიტასუნსწნობდეთ კამერებიდან. ვაუ, რა მაგარია, ხედავ, ნახე რა ყოჩაღი გოლები. ნახე. აი ნახე. თუხებს შეგეჭერე. ნახე რა მაგარია, სამსე ყველით და კვერცხით, ხო? აი, всё. ბაცო შეგიძლია, აბა გაჭარი შენიც. ხელი არ დაიწყო ოღონდ, ხო? ცოტა გაჭრა. სულად გამჯარი ხო? ვე, როცა ჭრი, მაშინ ადიწელება. უნდა გატეხო, გაიწელოს, მიხდი? აუცხელი. გონდა, აი მე როგორი სულია. ძალიან მაგისაა. ასე. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ისი მადლობა ვიძე პირიქით.
მე მიხარეთ თქვენ წინსვლა გაქვთ და წარმატებები ცხოვრებაში. ეს არის ჩემი პატივია ჩვენთვის თქვენთან ერთად მომზადება აი კეიცს. ხარეთ. ჩვენ უკვე გადმოვინაცვლეთ დარბაზში, აქ არის ჩვენი ნახელავი ღვეზელები. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ სანამ დავაგემოვნებთ, მანამდე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ელენა, მოგვიყევი და გვითხრი სიმღერაზე, ჩვენ ნახეთ კლიპი, ყველა ვიხილეთ შენი კლიპი, სიმღერის კლიპი და აი ამ მიმართულებით თუ გაქვს რაიმე დაგეგმილი? ეხლა დიდად სიახლე ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ სიმღერაზე მუშაობ. წარმატებებს გისურვებ ამ მიმართულებითაც. დიდი მადლობა. არ შემიძლია არ გკითხო ცეკვაზე, როგორც ვიცი, ცეკვავდი და აი ახლა კიდევ თუ აგრძელებ ცეკვას და რაიმე ხო არ გაქვს დაგეგმილი? აი ზუსტად ეს 2 თვეა დავიწყე აჭარის სახელმწიფო ანსამბლ ხორუმში ცეკვა. კარგად მიდის საქმეები. მოკლედ ყველა მიმართულებით საუკეთესო ხარ ელენე. დიდი მადლობა. ეხლა გითხარი ბათუმზე და შენზე, აი ბათუმის გარეშე თუ შეგიძლია ცხოვრება და რა როლს ასრულებს შენ ცხოვრებაში ბათუმი? ნამდვილად არ შემიძლია ბათუმის გარეშე ცხოვრება. ჩემი ყველაფერია ბათუმი, ძალიან მიყვარს. აი, მოდი ვთქვათ, სხვა ქვეყანაში ან სხვა ქალაქში ვიყავი და ჩამო რაღაცნაირი აი შვება მაქვს, როცა ბათუმში ჩამოვდივარ, ესეთი ჰაერია, ესეთი აი ჩემი სახლია ბათუმი. ნამდვილად მე ზუსტად იგივე შეგრძნებით მაკავშირებს ბათუმთან. ახლა გითხარი ოჯახის როლზე შენ ცხოვრებაში რამდენად გიწყობენ ხელს აი ამ კუთხით, იმიტომ რომ ოჯახის გარეშე ალბათ ძალიან რთული იქნებოდა იმ წარმატებების მიღწევა, რომელსაც შენ უკვე ამ საკში მიაღწიე. და ამიტომ ჯერ ოჯახის როლზე გითხარი და შემდეგ პედაგოგების როლზე გითხარი შენ ცხოვრებაში. ჩემი ოჯახი ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, რომ არა ჩემი ოჯახის მხარდაჭერა, აქამდე არ მგონია მოსულიყავი. გულდესმენ. ახლა გითხარი პედაგოგების როლზე შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ვიცი, რომ პედაგოგებსაც უდიდესი როლი მიუძღვის შენ ცხოვრებაში და აი მაგალითად მოგვიყევი. ჩემი პედაგოგები, როგორც ჩემი მშობლები არიან, ზუსტად ისე მეპყრობიან, ისე მიჭერენ ყველაფერში მხარს და ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს მათი ყველაფერი. აი ძალიან მიყვარს ჩემი პედაგოგები. მოკითხვა შენს პედაგოგებს აქედან. ელენე, ძალიან დიდი მადლობა რომ დამითმეთ რომ მადლობა შენ. უდიდეს წარმატებას გისურვებ ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში, რასაც ხელს მოკიდებ, რა მიზანიც გაქვს, ყველას ასრულებას, განხორციელებას გისურვებ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ზუსტად ასე იქნება ყველაფერი, იმიტომ რომ აი ეგეთი ადამიანი ხარ შენ, აი ყველაფერი გამოგივა, რასაც ხელი არ უნდა მოკიდო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და აქედანაც გილოცავ ახალ წელს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. და ახლა სანამ დავამთავრებთ გადაცემას, მანამდე მოდი დავაგემოვნოთ ჩვენი ღვეზელები. დასპიკ, დავაგემოვნოთ ხო? კარგი. ყველაზე პატარა ნაჭერი გადმოვიღო უნდა თქვა. ჩემი ყველაზე ნაჭერია. აი ესე. აი ნახეთ როგორ გადმოდის ყველი ღვეზელი და მოდი გავჭრათ და ხრაშუნა, ხმატყუნა. იდეალურია. და მე ამასობაში ვერ გავჭერი. აი ესე. ძალიან გემრიელი ღვეზელები გამოგვივიდა და ყველას გირჩევთ რომ ამ რეცეპტით მოამზადოთ, იმიტომ რომ მართლა საოცარია და დიდი მადლობა აქედანაც ბატონ გიას ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. ეს ამ წლის პირველი გადაცემაა და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობა. რასაც ისეთი ვაიმე რა ვთქვი. აი ხან. მაცა. მოაწევა. ცეკვა. ანუ რა ფიქრები მომდის?
რატო ვფიქრობ ესე? თამაშობს. ხო. ანუ არა, უბრალოდ ვიდეოს. ყველგან ვიდეოს ეს ტელეფონი და რა ვქნა? და მე ამასობაში ვერ გავჭერი. აი ესე. არა, ხელით და მიტუტყნაო კიდე კამერის.